ბროები მოგესალმებით, ჩვენ ვართ ჩვენ სახალ სტუდიაში, სადაც უკვე ერთი ეპიზოდი დაიდო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი უკარგესი, უმაგრესი სპონსორი არის კაბისა და როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის, სვამთ, ვართ გაგრძელებულად, ენერგიულად. მოკლედ, ვთამაშობთ ჩვენს უსაყვარლეს ვინ არის იმპოსტერს, მაგრამ ერთი დამატება არის, რომ წინ გვიდევს ფრთები. ამ ცხარე ფრთებს ზემოდან კიდევ მოვასხამთ ცხარე სოუსს და ყოველი რაუნდის შემდეგ დამარცხებულმა უნდა მიირთვას ცხარე ფრთები. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვესალოთ, რომ ნაკლებად დაუმარცხდეთ. ზუსტად. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომთან მე ერთხელ დავისაჯე უკვე ცხარეს ჭამით, ასე რომ. კი ბატონო. კარგი, პირველი რაუნდი. მიდი კოსტა დაიწყე. მეგრელები. მოცლილები. შრომელი. კითხვა რა იყო? ერთი სიტყვით დაახასიათე ბროები. აბა ვისთან გვაქვს კითხვები? ამას უწერია რა გიწერია? შრომელი. შრომელები რატომ არ დაწერე? რატო არ დაწერე? ანუ რაღაც მრავლობითში არ გიწერია და ცოტა ეგ მაიჭვებს რა. თორემ შრომელები ვართ, მაგრამ მე საერთოდ მოცლილები მიწერია. ხო და მოცლილები რატო გიწერია? აი, თქვათ რა პირდაპირ. სამი ბიჭი ას შეკრებილები ვართ, საუბრობთ, გადაობთ და მოცილობაც არის. ხო, მე მინდა და რამე ხუმრობა დამეწერა და ამთვარად მოცლილებიც არ ვართ ახლა. არა, ხო, არ ვარ. გადაღებისთვის ყველანი ვიცლით სპეციალურად. ხო, აი რომელი საათია ახლა? კი. 10 საათია, უკვე 11-ის ნახევარია თითქმის და ვართ სტუდიაში. ვართ სტუდიაში და ეხლა დავიწყეთ გადაღება ყველას. სამუშაო დღე გქონდა, ყველას დატვირთული დღე გქონდა. კი, არა, მართალი ხარ. მოცლილები ვართ. მართალი ხარ, არ უნდა დამეწერა. ან ჩვენი თავი საკმაოდ ისე შევაფასე. არა სამართლიანი. მოდი ასე ვთქვი რა. კი ბატონო. მე ბოდიში ვიჭებო, რომ მოცლილები უწოდე ჩვენს შეკრებას. მაგრამ მე არ ვარ იმპოსტერი გეფიცებით. გეფიცები. შენ რა გიწერია? არ მე ჩემთან გაკითხვები. მეგრელები. მეგრელები. ხო, ეგეც კითხვები არ მაქვს მაგასთან, მაგრამ მე მგონია, რომ კოსტა ძალიან მარტივად რა გადავიდეთ რაღაც ისე თემაში, ხო? აი, შრომელები, მეგრელები და ამას უწერია ძმო, ანუ შრომელები არ უწერია ზუსტად, შეგვიწერია მეგრელები მოცლებით. ამას უწერია? არ დაეტეო, ნახე. იცი რა, არა, დაატევ. ძალიან დიდია რაღაცა. მან ვეფხისტყაოსთან დაატევ თუ მოგინდა, უბრალოდ გიორგის გავყვები რა და მიშას დავადებ ხელს ჯანდაბას თუ მისრულებს შემისრულოს. მართალი ხარ. 3, 2, 1 მიშა. და იმპოსტერი იყო? არც ვაპირები რა ბიზნეს ხელის დადებას, ამიტომ. დრო შენი იყო. შენი კითხვა რა იყო? სხვადასხვა შენ გაგისტორდება ჩემი. გიო დაახასიათეო ერთი სიტყვით. გიორგი დაახასიათეო? Son of a bitch. აბუ მაგარი, მაგრა გამისორდა ამ წელს. კარგი, გადავიდეთ. მოიცა მე არ უნდა ვჭამო? საერთოდ გადავიდე. და ეკრანი დავიკიდეთ ხო? არ მახსოვდა. მიდი, გასინჯე. ჩაგრავთ მგონი. კი, ჩაგრავთ. დაასხა. Bon appetit. დაასხა საუსი. ნახოთ როგორი იქნება. სუნი კაი აქვს. სუნი კარგი იქნება დარწმუნებული. მედია ძალიან ცხარე არა. ეხლა ხალხს ეგ უნდა რომ შენი სიცხარე ნახოს და ცუდად ყოფნა ნახოს. ხო ეგ გინდათ. არა, ჩვენი მაყურებელი ბოროტი არა. თან მიშა ძალიან უყვარს. ხო, ჩვენ არ უყვართ. ჩვენ არა, ხო, ჩვენ კიდევ. მიშა მაგრა უყვართ. მოიცა ჯერ აი ძალიან ისე არის. აი მიდის, აი კიბებზე მიდის. კარგია. მიდი შეჭამე ბოლომდე. ავიდა. ცხარე არის, მართლა ცხარე არის, მაგრამ მე ისედაც ძალიან ცხარე რაღაცებს ვჭამდა. შემიძლია რა ამის ჭამა, მაგრამ მეორეს არ მინდა ვჭამ. თუმცა თემა იცი რა არის ახლა, აქ შეიძლება ხა ერთი ჭამე რა, ამ წავს არაფერი არ არის, მაგრამ თუ დაამარცხლი, მე ნახე შენ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე, თქვენ ამასობაში ჩვენი არხი გამიწერეთ, თუ მოგწონთ ეს რაღაც სიახლე, ვცდილობთ რა ყველანაირად რა და სტუმრებიც გვეყოლება რა, ხო იყო უკვე რამდენიმე. პლუს იქნება სხვადასხვა ფორმატები, ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ. მიშა, შენ დაიწყე. მე. შენ. მე. მიშა. გიორგი. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. ვინ არის ბროებში ყველაზე მოსაწყენი ტიპი? მოსაწყენიო, მე დავწერე მიშა. შენ დაწერე შენი თავი. იმიტომ რომ მე ეგეთ რაღაცას ვერ ვიზამთი, რომ თქვენთვის რამე ან შენ დამეწერა, ან კოსტა, მე ეგეთ რაღაცას არ დავწერე. მე ვქენი. ამანქნა. მე ვარ მოსაწყენი ტიპი. ბიჭო, არა, ანუ მაგას ავხსნი, რა არ ხარ მოსაწყენი ტიპი. შენზე მოსაწყენი ტიპი ვარ? მოდი ეგრე დავიწყო. შენზე მოსაწყენი ტიპი? აი, თქვი პირდაპირ ობიექტურად. ბოდიში, საკუთარ იმედად ცხარი იყო, ახლა რაღაცა გაიზარდა გული სიცხარე. სიცხარე გადამოვიდა.
საკუთარ თავს ჯერ ერთი ობიექტურად ვერ შეაფასებ და რანაირად. რატო მე შევაფასებ ძალიან რთულ არა, ვერ შეაფას ძალიან ჩვეულებრივად შევაფასებ. აი მე შემიძლია გენიოსი ყოფილ ხარ, ესე იგი საკუთარ თავს თუ ჩვეულებრივად აფასებ ობიექტურად. შემიძლია ობიექტურად შევაფასო, აი ამ კითხვაზე ძალიან მარტივად შემიძლია შევაფასო. მე არ ვთვლი დიდად რომ მოსაწყენი ტიპი ვარ, მაგრამ შენც არ ვთვლი მოსაწყენი ტიპი. არ მაინტერესებს, სხვა კითხვა დაგისვი. ჩემზე მოსაწყენი ტიპი, ანუ შენზე მოსაწყენი ტიპი ვარ თუ არაო, შევკითხე. მოდი იმით დავიწყოთ. მოსაწყენი ტიპი. რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ხო, ეგეც მაინტერესებს. რა არის მოსაწყენი ტიპი? და მე ვაფშე რატომ დაწერე მიშა? შენ გოგიწერია შენი თავი. მე მიწერია იმიტომ რომ არ დავწერდი გიო ან კოსტა. მე არა, მე შენ რატო დაგწერე, მაგას ავხსნი. ძალიან იდეალურად ავხსნი და მიხვდები რატო დავწერე. მაგერ კოსტამ დაასრულს, მაგრამ შენ იდეალურად მე ავხსნი. რა დავასრულე, მე ჩემთან აღარ იყო კითხვა. კითხვა დაგისვი და ჯერ პასუხი არ მიმიღია. კაი, ეგ მივხვდით რომ კოსტა არის იმპოსტერი, შენ ამიხსენი მიშა რატომ გეტყვი, კაი, გაჩი. არა, ვარ იმპოსტერი. გეტყვი რატო დავწერე? ხო. მე აქ არ წავს ვარ ბროვების თემაში. აი ხა საერთო ცხოვრებაში თუ რა? ხო არ წავს. მართ შენ თვითონ გაქვს ნათქვამი. სადმე რო გავდივართ მე და მიშა და ახალ ადამიანებს ვიცნობთ, აი ვინც არ იცნობს მიშა სიტყვისო, აუ ეს რა მუდო არის და რა ჩუმია და რა მოსაწყენია. ყურე შენს მოსაწყენი? აბა მოსაწყენი. აბა რა არის ჩუმად ხარ და გახარ არ საუბრობ მე გადავები? ხმას არ იგებ ძმო, საერთოდ და შენს ხო აღიარებ მაგას. ხო, ეგ კი. ანუ გარდა არ ხარ ეგეთი. აი პირდაპირები ვიყოთ, ხო არ ხარ ეგეთი. საერთოდ არ ვარ, უბრალოდ მე მიჭირს გახსნა ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. ეგ არ არის მარტივი ამბავი და ძალიან კარგად მესმის შენი რა და აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ადამიანი რო გაგიცნობს და მე ბაზარი არ არის ხა მაგ კუთხით გონია რომ აი ჩვენ სამში ყველაზე გადაობა ტიპი ხარ, მაგრამ მე ვაფშე არ მიმიღია კითხვა როგორც გადაცემაში მიმდინარეობისას. მე მივიღე ცხოვრებაში რა, ჩვენს არსებობაში რა, ყოველდღიურობაში რა და შენს გაქვს ნათქვამი ამასიანად იქ რო შევხვდით ჩვენს ერთ-ერთ ცნობილ ინფლუენსერს, ერთი საათი საუბრობდით და ჯუმად იყავი ძმო, მაგრამ გამოგიგია საუბრობდით, გადაუვდით, მაგრამ მაგას ვიძახი რა. ხო, ნუ მაგაში გეთანხმები. ხო. ეგეთი ვარ. კოსტა მე რატო ვარ იმპოსტერი? ისა, კოსტა მე რატო ვარ? არა, მოსაწყენი არ ხარ რეალურად ეგრე არ ვთვლი ცხოვრება ზოგადად ცხოვრებაში რომ მოსაწყენი ხარ, უბრალოდ რაღაც პასუხი უნდა დამეწერა. თავი არ დაწერა. თავიდან ჩემ თავზე ვფიქრობდი, მე გადავიფიქრე და იქიდან გამომდინარე რომ მიშას კარგად არ ვიცნობ. მაინც გიორგი დავწერა. მიშას კარგად არ ვიცნობ, არა, არ გინდა. არ ვიცნობ მიშას კარგად 4-5 თვეა ვიცნობ. მე რა. მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ პირდაპირ და ვნახოთ ვინ იყო იმპოსტერი. 3, 2, 1, კოსტა. მე არ ვიყავი იმპოსტერი. მართლა? შენ იყავი? სიბოროს. ვაა. გავა. მე ვიყავი იმპოსტერი და ჩემი კითხვა იყო თქვენ სამშიო ბროებშიო ვინ არის და ყველაზე გადაობას ასაცილო ტიპიო. და მე დავწერე მიშა. გიო მოსაწყენი რა. არა, ახსენი არა მოსაწყენი. ამასო დაეწერა. ზე დაგეწერა. ამასო დაეწერა თავისი თავი. უეჭველი მოიგებდი. ეს რანაირი ის არის? თამაში არ იცი ძმო. ბიჭო, მაგას ვიძახი რა. თუ იმპოსტერი იგებს, იცი რატო იგებენ? აი რატო ვიგებთ? რო კოსტა სულელია. აი, ანუ კოსტა კაბისა დალი ექნებ ენერგია მოგივიდეს და თქვენ ორი ჭობთ ისევ ხო? ამის გამო უნდა ჭამო ახლა. აბა ბიჭებო, მიდით რა. მიირთვით, მოდი პირველი ვინ შეჭამს? მაინც ასალკი მინდა გიყუროთ რა. მოდი ისევ შენ ჭამე პირველი. კარგი რო. არა, ბარემ უკვე მიეჩვიე. მიეჩვიე და. იმედია მესამეჯერ კოსტა რამე სისულელეს არ დაწერს და მესამეჯერ არ დამიწერია სისულელე, შენ ხარ სულელი. მიდი მიირთვი. უფრო წარე რატომა? მე მგონი მომწონს ეს თამაში, კარგი თამაშია. მაგრამ ისტორდება. მეგობრებო, თქვენს თუ მოგწონთ, გამოგვიწერეთ. გთხოვთ. კარგი კოსტა. მოდი მეც კაბისას გავხსნი. მოემზადები წინასწარ იმისთვის, რომ საკუთარ თავს უშველო. აი ნახე, მოიცა მეორეს რო შეჭამ. ახლა მიდი ჭამ. ამტკივდა. აუ ისე, მაგრამ მეგონა რომ წავაგებდი ამ რაუნდს. ანუ კითხვა როგორც კი გავიგე, როგორ ვიყავ, იცი? ოპა, და აი კოსტამ რო დავიჭირე ეგ მომენტი, რომ მე დამწერა, აი მივხვდი რომ ოპა, ეს უნდა იყოს გადარჩენა რა. დავიწყოთ, მოდი მე დავიწყებ რა. მიდი. 2 დღე სულ რაღაც. 14 დღე. შანსი არა. 1-2 თვე. პონტი არა. მოდი კითხვა მოვისმინოთ. რამდენი დღე გაძლევდი ინტერნეტის გარეშე? 2 დღეზე მეც ვერ გაძლებდი გიო. შაბათ კვირა ზუსტად.
მე საქმეები მაქვს მაო შენც იცი მე ვფიქრობდი ერთ კვირას დავწერ მეთქი მაგრამ პონტი არა დღესდღეობით მას შაბათ კვირაზე მეტი არ შემიძლია ან განა იმის გამო რომ აი მე ცუდად გავხვდები და ინტერნეტი მჭირდება არა ყოველდღე ხო იცი ჩემი ისინი მიმოწერა ქოლები მე ხა ერთი კვირა რომ დავიკარგო სოჩათვალი ჩემი ცხოვრება ჩამოიშალა ნუ მე მასე არ წავსულ იდეაში იმიტომ რომ ანუ საერთოდ გაძლებდი თუ არა ეგ ჩემი საქმიანობაც კი არა მე მგონი ყველასი ყოველდღიურად ინტერნეტთან წვდომას უკავშირდება მაგრამ არა მე დღევანდელობით შევაფასე ანუ არც მიფიქრია ხა აი რამდენ ხანი გავძლებდი კომფორტულად რაღაც ინტერნეტის გარეშე რა და აუ არა პონდი მე არც მაგაში არ გეთახმები დავისვენებდი 14 დღე და 1-2 თვე გაგიჟდით ბიჭო გაგიჟდებოდით იმენ აი ბიჭო არა ორი კვირა ორი თვე შეიძლება გავგიჟებული ხარ თუ ძმახარ აი რას გააკეთებდი მე გადავები მე აქამდე ინტერნეტი არ ქონდა ბავშვობაში და ბავშვობა კიდევ სხვა რამეა ბავშვი ვიყავი რაც მიეჩვიე მოვიფიქრებდი გასაკეთებელს და მე მენტალურად და ფიზიკურად დავისვენებდი ძალიან კარგად თან მე პირადად ისეთი ადამიანი ვარ რომ დაჟე იმაშიც წავიდოდი კარავით და რაღაცა ანუ ძალიან მარტივად ავხსნი როგორ ბევრი რაღაცა შემიძლია გავაკეთო ინტერნეტის გარეშე. იცი რა არის? აქ სამთავარი არის იმპოსტერის თემა და მე მაგალითად იმდენად თანაბარის გიწერია და მე იმდენად სხვაგან ვარ. შემოხედეთ როგორ გიწერიათ? იმპოსტერი არის კოსტა. ხო, იმიტომ რომ დღე არ დავწერე. არ დღე არ გიწერია, არ თვე არ გიწერია. კარგი, დამატე. სხვა ლოგიკით მე მე არ ვიცი სხვა ლოგიკით როგორ წავიდე. კარგი, მოდი გადავიდეთ ხმის ვიწემას. უკვე გადავიდეთ, რა ჯერ მარტო მაგ ლოგიკით წავიდეთ, რომ შენ 14 გიწერია. ნუ აქ მსჯელობა აქვს აზრი რა უნდა იმძელო ხა. შენ ლაბარაკობ რა არ შემიძლია, ჩვენ ლაბარაკობ რომ შეგვიძლია. კაი. 3 2 1 გიო კოსტა მე არ ვიყავ იმპოსტერი. მაშინ მიშა იყო. ხო, მე ვიყავი იმპოსტერი. აი ზუსტად ვიცოდი რომ კოსტა იყო იმპოსტერი, რომ არა, მე ვიყავი. შენ იყავი? არა, ხო და ზუსტად ვიცოდი რომ კოსტა შეცნობას დაუშვებდა მეთქი, რომ აი იმიტომ რომ აი მე ვიცოდი. აი ვიცოდი მე, და მაგიტომ შედაგადეხები. აი ხო. ბიჭო, არა, 1-2 დღე მართლა ძალიან სადაწერე, ანუ რა ცუდი მოთამაშია ბროს. და მიშა, შენი კითხვა რა იყო? რამდენი ხანი გაძლებდი? ორგაზმის გარეშეო. ტყუილი გიწერი, ეგ არ შეიძლება ეგრე თამაში. არ არის ტყუილი და რატომ არის? ხო, კაი, ეგრე თვილის თვითონ და იყოს. ეგრე დავამოწმოთ იდეაში. კარგი, ისევ მე მიწევს ჭამა. აი, კოსტას გამო მიწევს ჭამა. ძალიან კაი. მე ორი მაჭამეთ, მიდი ჭამეთ ახლა. კარგი, დავამარცხდით მე და კოსტა და მოდი კოსტა აი ამ კამერაში მივირთოთ გემრიელად, ჯირულად ერთდროულად. რა ხმებია? მეც მომინდა. განცხარია. ეს ორი როგორ ჭამე? რავი, ცოტა კუჭი მткиვა ხო? რა გიმალ, მაგრამ. ეს როგორ კონტენტისთვის ძმაო? რაც გინდა ის მიკენი. აი, მოდი შემდეგ რაუნდზე გადავიდეთ, თქვენ ჩვენი არქი გამოიწერეთ მანამდე. ზარზგილა კი მონიშნეთ, თუ მოგწონთ ეს ფორმატი ასეთ სტილში, მოიწონეთ ვიდეო, კომენტარი დაგვიწერეთ და დრაკონი ხარ. სუდა დავარი მე. 26. 35. 35-40. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. არის საშუალო ასაკი საქართველოს სახლის შესაძინად. რას გვეტყვი გიო? 26, ხო? კი. საშუალო ასაკი. კი. საქართველოს. კი. სახლის შესაძენად. არა, ეწავს. სადაც 1.600 ლარია საშუალო ხელფასი. გეტყვი ხა. ამ წელს მე დამცხა. იმიტომ რომ ცხარი მაგ დაჭამე. რა შეიძლება ჩემ პასუხს 26 რატო დავწერე რა? მე რა სახში ვიყიდე სახლი. არა. კითხვა რა იყო? კითხვა იყო? შენი კითხვა. ხდები რა. ეწავს გავი. კითხვა იყო საშუალო ასაკი საქართველოშიო სახლის შესაძენადო და მე პირველი ფიქრი მქონდა ეგ რომ მე არ ვიცი ხა ზოგადად საშუალო ასაკი პირდაპირ თქვი რა არის. ვიცი რომ ხელფასები ძალიან დაბალია, ვიცი რომ სახლის ყიდვა და ბინის ყიდვა ძალიან ანუ ძვირი არის, მაგრამ მე ხო შევიძინე მაგას სახში და მაგითთან გამომდინარე პირველი ფიქრი მქონდა ეგ რომ ალბათ საშუალო ალბათ მთელი საქართველოს ამას სახში ყიდულობს ხო? აუ რა ცხარე იყო ბიჭო იმენ ცუდა და აი ახლა არ გვიდა ცხარეზა. კითხვა მოისმინა და პირველი ფიქრი ის ქონდა როდის ვიყიდე მე სახლი. ხო, მე როცა ვიყიდე ალბათ მაგ დროს ყიდულობს ზოგადად ხალხი. არა, ხო ლოგიკურია რა. მე ესეც მე პატარავება. ამას სახშიც ვიცნობ 80%-ს ვიზეთ სახლი არა მანქანა არ 80 არა, მაგრამ გავიგე, მაგრამ საშუალო იყო კითხვა, საშუალო. ხო, და საშუალოს დაწერე 26. ხო. ეს 26-ში რა ვიცი, ნახევარი თვითონ უსვამს ხას, რომ საშუალოზე იყო კითხვაო. ნახევარი საქართველოს მაგ დროს 26 წლის რო არის უნივერსიტეტში დადიან. თხილო ჭამა.
ხო რა. ჯერ არ გასვლია წინა ის და მაგრად არ უნდა რომ ჭამოს, არა დაუწევს. მოკლედ რა, არ გვინდა ბევრი მძელობა, მოდი 3, 2, 1, გიორგი. არც ვიკითხავთ ვინ იყო იმპოსტორი, შენ იყავი ხო და რაღაცა. რა ქონდა იქ პროდიუსერს ვაჭრობა ამბებს. სახეში შევაზე. შენ გამწირა რასაც ქვია რა. რასაკში იყიდეო? ხო, რასაკში იყიდე სახლიო, ეგ იყო ჩემი კითხვა და არ მინდა ვწები ძმებო, რაღაც ფულში გაგიცვლით. ფულს მოგცემთ, ოღონდ ვწები არ მაჭა. აქ არ ვიყიდებით. ჩვენი აუდიტორია არ იყიდება და ასე შემდეგ. 500 ლარი. კარგი. 500 ლარი. მოკლედ ეს არის ჩემი მეორე ბრთა, ბიჭებმაც ორი ბრთა უკვე მიირთვეს და გიორგი ძალიან კარგი მეგობარია და თქვენ თუ ორიო, სადაც თქვენ იქაც მეო მოკლედ რა. ჯიგარი ხარ. კი, ნამდვილად. დაგაფასებთ. კაი იყო? კარგი იყო, მაგრამ მოდი შემდეგ რაუნდზე გადავიდეთ. თქვენ ჩვენი ახი გამოეწერეთ ამასობაში, მე ცოტა ამოვისუნთქე, პაუზა ავიღეთ, ნახევარ საათიანი და მაგიტომაც უკვე მაინც უდად ვარ. მაგრამ მოდი ყველანი მეტნაკლებად ადამიანს დავემსგავსეთ ისე. მოდი მე დავიწყებ. მიდი. ჰენრი კევილი, რაიან რეინოლდსი. ჯეკ ბლეკ. კითხვა რა იყო? შენზე ფილმს მომიგებდნენ ვინ გინდა რომ შეასრულოს თავარი როლი. იცით რა არის ბიჭებო? ბიჭებო რა მიშას მიმართავ ბერდაბე. ეს არის იმპოსტერი. ხო. ხათო. რა რაიან. ანუ ჩვენ ამაზე даже გვილაპარაკია მანქანაში რომ ვიჯექს. ბაზარია. მე ეგრევე გითხარი რომ ეგეთი რაღაცა რო ყოფილიყო, ალბათ ჯეკ ბლეკს ავირჩევდი მეთქი. ჯეკ ბლეკს რატო იქჩა? ანუ სხვა შორის მეც მქონდა მაგის იდეა რომ დამეწერე ჯეკ ბლეკი და მე რატომ ვირჩევ? ხო, ანუ შენ რატო იქჩევ გვაინტერესებს. იმიტომ რომ გადაობა ტიპია და ახალ ფილმებში უფრო ეგეთია, რაც მე ვარ, ოღონდ თუ ძალიან დიდი ხანი მიცნობ. აჰა. ცოტა მოგიჟო და ცოტა მოთრეშო და ანუ მე ეგეთი ვარ, ჩემი აზრით. უბრალოდ ბევრი ადამიანი არ მიცნობს ეგეთ. ხო, ანუ შენ დაგეწერე ისეთი, როგორც ხარ და მე ჰენრი კევილი არ ვარ და შენ გინდა რომ იყო. ხო, აი სუპერმენის ტანი და რაღაცა და სუპერმენის ყველაფერი აქვს მაგაც აბსოლუტურად. ანუ ზე კაცი არის ასე ვთქვა. ზე არის რა, აღმატებულ ფორმაში არის და ჰენრი კევილი არის ყველაზე კაცური პასუხი რაც შეიძლება და ხო რაც შეეხება კოსტას იმიტომ არ არის რომ პირველი რომ ჯეკ ბლეკს კოსტაც ფიქრობდა და იცი რატო ფიქრობდა ბავშვობაში კოსტას ჰქონდა გრძელი თმა რა ახალგაზრდობაში რა და მაგ დროს ეუბნებოდნენ რომ მაგრა გავხარო ჯეკ ბლექსო რა ისე მართლა ხო ის სურათი მეც მაქვს ნანახი და აი ეს როკ-ენ-როლ სკულ თუ რაღაცაში რო არის აი იმენა შენი თან გრძელი თმა ხო მქონდა და თან როკერობდეს უშავები მეცვას რაღაც ჯაჭვებით და კარგად მასგავსებდნენ მაგრამ ამიტომაც ეს ერთი მეორე კოსტას ეს კითხვა რომ მოსულოდა პირველი დაწერდა ტორეტოს, ხო? ყველა პოჩი, მთელი ეს რაც არც რომ გეთანხმება. რაიან რეინოლდს უფრო დავწერდი მე იქიდან გამომდინარე რომ დედპულის დიდი ფანი ვარ და ასე შემდეგ და ტიპაჟიც უფრო ეგეთი ვარ, რაიან რეინოლდსის ნაირი ტიპაჟი ვარ, უბრალოდ ჰენრი კევილი უნდა დამეწერა. კოსტა არ დაწერდა, ამიტომ არა, ერთი წუთი მეც ვიტყვი რატო დავწერე. ანუ მართლა ჯეკ ბლეკს ვფიქრობდი თავიდან აი ზუსტად გიორგაც თქვა მაგის გამო რომ მამსგავსებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ არ მინდა რომ ფილმშიც მსუქანმა შეასრულოს ჩემი როლი. კარგი, კოსტა, ეხლა შენ შეჭამა მესამე ჯერ ცას. 3, 2, 1, კოსტა. გიორგატოს ქვიშა მაინც მეთქვა. რა იყო შენი კითხვა? გიორგიზე რომ ფილმს იღებდნენ, ვინ გინდა შეასრულოს მისი როლიო და რაიან რეინოლდს დავწერე, იმიტომ რომ ძალიან უყვარს და მეთქი ვასიამოვნებ თქო, მაგრამ ამან არ მოსიამოვნა და ეხლა უნდა გამამწაროს და სხვათა შორის ხედავ რა კარგად ვიმშელი, ანუ რაიან რეინოლდს მთელი 14 წლიანი ურთიერთობა რა კარგად გამოავლინა. ძალიან აი ესე წახვედი და პაუზას რა მქონია რაღაცა. ვიშავში ავჭდია სხვათა შორის ისეთ კარგად ლაპარაკობდა რომ მეც ვეთანხმებოდი. ამ ჟელობაში კოსტას კითხვაც რო ვიპოვე, ეგ იყო ყველაზე გადაობა, რომ აი რაიან რეინოლდსი ჩემზე უფრო უნდა დაიწეროს ხა და მოკლედ უახლოესმაც მაგაცმა დამღუპა და მესამედ ვჭამ. საშინელება. მე რატო დავღუპე შენც ხომ მიეც თვითონ ვაქნია თავი თვითონ იყო რომ კი გიო მართალი ხარ სწორად უმშევო გიო კი კოსტა როგორია მესამე მითხარ სიცხარე მოაქვს მე და მე რა ხო რაღაცნაირი соуსია ცუდად არის იმენაც მე და მე ესად მოაქვს ხო ემატებ მე კუჭი მткиვა ახლა ნევნევა ამ მткиვა დედას გეფიცები არ მткиვა მართლა მткиვა შევინახოთ ეს საწები
ეს გავაჯობინოთ ამბობთ. მოდი დავიწყოთ ახლა შემდეგი რაუნდი. მიშა მედი დაიწყე. Buzz Lightyear. Buzz Lightyear. ეგ ის არ არის Toy Story-ში ვარი? Toy Story. აუ შენ რა კაი პასუხი დაწერე. იგი მაგრი არ წავს სულ ვარ, მაგრამ მიდი შენი პასუხი. შენ რო ხა იმპოსტერი იყო, მაგრა გამიწდება. სათვალთვალო ვიდეო კამერა. მანქანა. კითხვა რა იყო? რომ შეგეძლოს ერთი ნიმჩის გაცოცხლება, რას გააცოცხლებდი? ახლა ერთი კითხვა მას. ორი იმპოსტერი ხო არ არის ახლა? ორი იმპოსტერი? იმიტომ რომ ორივე რაღაცნაირი პასუხია. ხო არ გადავ რა არის რაღაცნაირი პასუხი ბიჭო. ხან რატომ მინდა რომ გააცოცხლო? იცი რა არის? ეხლა მე აი ავხსნი. თუ გინდა მე ვიტყვი შენსაც მოდერ წამს რა. ან ხა ცოტა კოსტას დაცვა გამომიგო რა, ეხლა მანქანა რო დაწერა, პირველი ფიქრი მქონდა ვა, მანქანა რატო არ დავწერე მეთქი. მანქანა რო გააცოცხლო, უყურე კოსტა შენ სადაცდი, ალბათ მე ეგრე მგონია. მანქანა რო გააცოცხლო. ხო. ანუ ცოცხალი ადამიანი ხდება ეგ მანქანა თქო. ბიჭო, არა, კაცო, რაღაცა. თუ ნივთი არის, რომელსაც მანქანაა, უბრალოდ ცოცხალი რაღაცა მულტფილმიც ხო არის. მულტფილმი არა, ფილმი არის ძალიან მაგარი. და მულტფილმი ანიმაცია არის Cars. ძველად გადიოდა რუსთავიორზე სერიალი რა. მანქანა მუსტანგი ყავდა რა ტიპს რა და მანქანა ხელოვნური ინტელექტი ქონდა ჩაშნებული. და ცოცხალი ტიპი იყო რა ეგ მანქანა. გახსოვთ ეგ ფილმი არ სერიალი არ მახსოვს ეხა სახელი რა. მაგრამ მევასებოდა ბავშვობაში და აი ეგ გაასწორებდა. მაგრამ ეხა მე რა იმით წავედი ცი სათვალთვალო ვიდეო კამერა რომ აი გაცოცხლდა და უკვე პიროვნება გახდა და გითვალთვალე. არა. რამდენამეს მოყვება აზე ხა? ანუ მაშინ იმ კონკრეტულ ვიდეო კამერას დანახი უნდა კონდეს ბევრი რაღაც. აი ეგ არის ხო, ცოტა ისეთი ის გამომივიდა რა, ხო. ეხლა ვაფშე ძალიან სულ უშიშროების გულწრფელი თანამშრომელი. აი ხა იცი რა არის? ეხლა მე მეორე იმპოსტერს თამაშს ავაგებინებ ამ დებილობა პასუხით. პირდაპირ ვიტყვი. ეხლა დავფიქრე დამეწერე ბიჭო კომპიუტერი. მაგარი პასუხი იქნებოდა. კომპიუტერი რო გაცოცხლდეს. ხო, სასწაულია. მე საერთოდ სხვაგან წავედი. შენ იმენ Toy Story-ში წახვედი. მე იცი როგორ რატომ დავწერე? ბავშვობაში იყო ეგ და ბავშვობაში რა ახლაც არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმი ეს. გავიგე, მაგრამ Buzz Lightyear-ის სათამაშო გააქვს. მქონდა. ახლა არ მაქვს, მაგრამ მქონდა Buzz Lightyear-ის სათამაშო და აი ეგ მომენტი მახსოვს რომ დავკარგე. აი არ მახსოვს სად არის. სად იქნებ გაცოცხლა და აით ესა. კოსტა რას ფიქრობ იმპოსტერი ვინდა? ბიჭო ძალიან რთულია. აუ იცი რა არის, ყურე, შენ გიწერია ყველაზე განსხვავებული პასუხი. შენი კითხვა თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო Toy Story-ის თავარი სათამაშოს რა ქვიაო და მაგარი კითხვაც იქნება, ანუ მაგარი პასუხიც გიწერია, ანუ კაი იდეალურად ჩაჯდა რა და შეიძლება გიჯიგრა პროდიუსერმა, მაგრამ აი არ ვიცი რა, იმიტომ რომ ჩვენ გვიწერია რაღაც ერთი ლოგიკი წავედით მე და კოსტა, შენ საერთოდ სხვა ლოგიკით წახვედი და მაგიტომ მეც ვერ ხვდები ვინ არის იმპოსტერი, მაგიტომ გითხარი რომ ორივე ხო არ ხართ მეთქი. მიშა, გახსოვს შენთან ერგე ბროებში ესეთი პრაქტიკა, რომ განსხვავებული ვისაც უწერია, ისაა იმპოსტერი რა. შენ ანუ ნახე ბუმერანგივით როგორ გებრუნდება. Karma is a bitch. მოდი სამართლიანები ვიყოთ, გინდა? აი ასე იმაში რო ვართ ეხლა. ნახოთ, აბა გას გვთავაზო. მოდი ჯეირანი ვითამაში. სხვა არ ვიცი, არ მაქვს სხვა იდეა და. ჯო, შეიძლება მაგრამ ეცი რა არის? მე მაინც მინდა რომ მიშა სამაგიერო გადაუხადო რა. მიშას მინდა სამაგიერო გადაუხადო. ორე ჯეირანი არ უნდა, ძალიან გაწვევა ეხლა შენი. არა, ჯეირანიც ვითამაშო თუ გინდა არაა პრობლემა. მაინც აქ წამიგია ჯეირანი ბროებში. მაგრამ მიჭირს. აი შენი პასუხიც მეჭვება და აუ მე ძალიან მე გეუნები. ხმის მიცემაში მე თუ დამადეს ხელი და წავაგეთ, ჩემი ბრალი არის ძალიან ცუდი პასუხი დავწერე. ძალიან ცუდი პასუხი არის. როგორ გადავწყვეტოთ? თუ გინდა ორი ლოგიკა გვაქვს რა, ან განსხვავებულს ვადებთ ხელს და Karma is a bitch. განსხვავებულს მინდა დავადო ხელი, იმიტომ რომ მიშამ გამიჩალინჩა თავის დროზე ეგ, არ ვიყავ იმპოსტერი და მარტო იმიტომ რომ განსხვავებული რაღაცა მეწერა. ო ეხა კოსტა შემეპარა ეჭვი. რთული არის. ზუსტად არ ვიცი მიშა თუ არა იმპოსტერი. შეიძლება გიორგი იყოს. ალბათ ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რაც ყოფილა აქამდე, იმიტომ რომ მართლა ვერ ხვდები ვინ შეიძლება იყოს. მოდი მაშინ ან მართლა ორივე ხართ და მოდი ის ჯეირანი გავაკეთოთ. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ მე არ მინდა პროცესი. მე სულ ვიგებავე, სულ პირიქით სულ ვაგებ მაგ ჯეირანს და მოდი. ისე მე წავაგებ და მოდი. ჯეირანი. კოსტა წააგო. შენი გავი იმპოსტერი? ფუ შენი. არა. აუ როგორ აი ფეგავსაჩემე პარა ბიჭო ეჭვი. აი როგორც კი მოგაწვა შენ და აუ ფეხებზე მკიდიაო და გასხვავებულიო, კიდევ კაი ჯეირანი ვახსენე რა. ვა, ეგ რა. თუ გადავახვიოთ.
შენი კითხვა რა იყო? თი რომლის გარეშეც ვერ გაძლებდი ფრჩხილებში გაჯეტი არა ოღონდ. აი მიდი ჭამე მეხუთე. მაგრამ თამაში. არა მეოთხე. აგრა თამაშია ჯეირანი მოიფიქრე აგრა თამაში. მიდი კოსტა შენ მიირთვი ძმაო, ეხა ნუ აშორებ იქ საწებოს, მე გიყურებდი ეხა. ეს შემთხვევით მომშორდა მე ძმა. შემთხვევით მომშორდა. ტიპი აიღო და ასე დააწუწა იმენ აი რა პონდია ეს. ბიჭო, კაი ეხა ბევრი არ ჩას ვაჩვენებ ბევრი ძმა. არ მიქნი. დაგვეციე. ეხა соус вообще არ ჭამ, გიყურებ ეხა თო. მიირთვი соусიანი ნაწილი. ნუ ატრიალებს соуსი ჩაიდები. არქი გამოიწერეთ, ძალიან გაგვახარებთ, მეგობრებო. დაგულაიქეთ კიდევაც. კოსტა არ გინდა იჯიგრო და კიდე ერთი ჭამო და ბარემ ჭამე კიდევ ერთი და მორჩებითა გადაღებას. კარგი, მოდი ბოლო რაუნდზე გადავიდეთ. მიშა დაიწყე. ძაღლი. კატა. ძაღლი. რომაც ყოველს გინდა რომ შეეძლოს ლაპარაკი. არ გიყვარს შენ კატები ეგრეთ. კატები არ მიყვარს. არა? რატომ დაწერა? კატები იმენ არ მევასება, ცნობილი ფაქტი არის. რატომ საკვაყნო ცნობილია რა, მაგრამ ფაქტი არის, რომ მე ძაღლების მოყვარული ვარ. რატომღაც კატას მინდა საუბარი შეეძლოს. რატო? რას გეტყოდა კატა? კატა ხ ძაღლიც არაფერს არ მეტყოდა საინტერესო. ძაღლი მგონია რომ ძალიან ბოთე არის ამ აკუთხე და ლაპარაკი რომ შეეძლოს, აი ბოთე არის ჩემთვის. ან ყველაზე ჭკვიანშიან აუცხოველზე ამბობ რომ ბოთეა. აი ერთი ლაპარაკი ეს ჭკვიანია, მაგრამ კატა არ არის ჭკვიანი. მე კატები რო არ მიყვარს, ეგ სხვა მიზეზის გამო არ მიყვარს თორე. ძაღლი უფრო ჭკვიანია. კიდევ ვფიქრობდი რამე ისეთ გარეულ ცხოველს, მაგრამ კატა აი რაღაც პირველი კატა მომინდა რაღაც დამეწერა, არ ვიცი რა. ძაღლი აი არ ვიცი, მე პირდაპირ ჩემთვის რაღაც მობოთე საუბარი ექნება და ვფიქრობ ძაღლს. არ არის აი რაც უფრო მეც ლაპარაკო, მით უფრო მიგვიქს. ლაპარაკი შეეძლოს ეს იმას გვანიშნავს, რომ სახში მეყოლებოდა და ანუ ჩვენ მე შენგანს გამიკვირდა რომ ძაღლი დაწერე ვაფშე ჯერ მაგი დავწერე. რა უნდა, ანუ ძაღლზე ხო იცი როგორ გიждდები? ბიჭო, სულ სურათებს უღებ ვიდეოს, როცა გადაღებაზე ვარ და რაღაც საყვარელი ძაღლი ძაღლი არ დავანა. მიფიქრია ხა. ძაღლი მეც ხო იცი როგორ მიყვარს, მაგრამ ლაპარაკზე რომ მიდგა საუბარი, რატომღაც აი ძაღლი მინდა იყოს როგორც არის. ვაუ, მორჩა დამთავრდა. არ მჭირდება მაგის სხვა ლაპარაკი, მირჩამი ეგრე იყოს და მორჩა. ვსო. შენ თუ არ ხარ იმპოსტერი, ძალიან გამიკვირდება. მე ძალიან გამიკვირდება, ქირურგი თუ არა იმპოსტერი, მაგრამ 100% თითქმის ვარ დარწმუნებული რომ იმპოსტერია. მოდი გადავიდეთ ხმის მიცემაზე, ხო? 3 2 1 გიო. ხო, მე ვიყავ. კითხვა რა ქონდა? ჩემი კითხვა იყო, რომელი ცხოველიო უფრო ხშირად გამოიყენებდაო ბილწ სიტყვებსო? კი, გეთანხმები, აი რაც დაწაგე მაგაში გეთანხმები. მეც ანუ არ მოვიტყუე და პირველი კატა გამახსენდა. კარგი, მოდი ახლა მე ბოლო ფრთას მივირთმევ, თქვენ არქი გამოიწერეთ მანამდე და სულ ეს არის. როგორია, აბა შეეჩვიე? ნუ შეაგიწერია პირველ რას რო გიწერია? დ რატო გიწერია? ინგლისურად მეწერა ძაღლი და აქედან გადავიტანე.